აღიარებას, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, მთლიანად ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მდგრადობის მოგესალმებით და უპირველეს შემომწირულებს და კიდევ ერთხელ მოგესალმებით მინდა უპირველესად მთელ საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი მინდა ყველა მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უსურვო წარმატება დღეგრძელობა ბედნიერება და ყოფილიყოს ეს წელიწადი ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა დღევანდელ დღეს ძალიან მცირე მოკლედ გიამბოთ იმ შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენ სამინისტროს აქვს ჯანდაცვის მიმართულებით, ძალიან ზოგად რიცხვები მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით და გესაუბროთ ასევე სამომავლო გეგმების შესახებაც. ვფიქრობთ, რომ ეს წელიწადი 2024 წელიწადი წარმატებული იყო ქართული ჯანდაცვის სექტორისთვის, ეს იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები იყო წამოყენებული, დღის წესრიგში იყო გათვალისწინებული ცალკეული კლინიკებისთვის, ცალკეული ექიმებისთვის და ეს იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აქტიური წელიწადი ამ თვალსაზრისით. პირველ რიგში დავიწყებ საუბარს იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი 2024 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა ამბიციურად, იმგვარად, რომ ის იყო უპრეცედენტოდ დიდი და პრაქტიკულად უახლესი საქართველოს ისტორიაში. ის ვერ აჭარბებდა მხოლოდ 2025 წლის ბიუჯეტს. ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ წარმატებული იყო წელიწადი იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად სრულად 100%-ით იქნა დაგეგმილი ვალდებულებები და ამოცანები შესრულებული, რის შედეგადაც ბიუჯეტის შესრულება ამ სამინისტროს აქვს 100%-ით. ეს პრაქტიკულად თითოეული ხარჯი, რომელიც იყო გათვალისწინებული დევნილებისთვის, პაციენტებისთვის, სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისთვის, ყველა ეს ხარჯი სახელმწიფომ პირნათლად და სრულად შეასრულა დასახელებული ადამიანების ხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თითოეული მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აი ამ კატეგორიის მოსახლეობისთვის, არის სამომავლოდ 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაზრდილი მოცულობებით და მინდა რამდენიმე რიცხვი დავასახელო ამ თვალსაზრისით. პირველ რიგში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს დიდი პროგრამა, რომელიც უკავშირდება სოციალურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში და ბავშვზე ზრუნვას. ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 40,000 ბენეფიციარისთვის გვაქვს გათვალისწინებული და 2024 წელს მათ მხარდასაჭერად დახარჯული იქნა ბიუჯეტიდან 76 მილიონი ლარი. მომდევნო წლის განმავლობაში დაგეგმილია იგივე პრაქტიკულად იგივე ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებული ხარჯი 25%-ით გახლავთ გაზრდილი და შესაბამისად ის მომდევნო წელს უკვე იქნება 95 მილიონი. გვაქვს ზრდა გათვალისწინებული ჯანდაცვის პროგრამაშიც, მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ აქაც ჰქონდა უპრეცედენტო ზრდა და პერმანენტულად, როგორც კი ბიუჯეტის ზრდა იძლევა შესაძლებლობას, მომენტალურად ეს დადებითად აისახება და გავლენას პოვებს მოქალაქეების მხარდაჭერაზე ჯანდაცვის უფლების უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით იგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაახლოებით 185 მილიონი ლარით ზრდა და მთლიანად ჯანდაცვის ხარჯები გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტში, მათ შორის ამ თანხის გათვალისწინებით 227 მილიონით. ის გადააჭარბებს 1,8 მილიონს, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა ზოგადად ჯანდაცვის სექტორისა, პაციენტთა უფლებებისა და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი სიახლეა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში ჰქონდა წარმატება იმ მიმართულებით, რასაც ქვია დევნილთა მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი მასშტაბები შეიძინა იმ პროგრამამ, რომელსაც ეწოდება დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის განმავლობაში და საზოგადოებას ამაზე აქვს ინფორმაცია, საკმაოდ მაღალი იყო ამ თვალსაზრისით აქტივობა ჩვენი სამინისტროსი, ჯამში დაახლოებით 3,400 ოჯახმა მიიღო ახალი ბინა. ამ შემთხვევაში იგულისხმება დაახლოებით 2,000 დევნილი ოჯახისთვის გადაცემული ახლად აშენებული ბინები და ასევე 1,400 სახლი, რომელიც შეძენილი იქნა ეგრეთ წოდებული სოფლად სახლის
პროგრამის ფარგლებში. მიხარია, რომ აქვს შესაძლებლობა, რომ თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელმაც მიიღეს ეს ახალი ბინები, მათ მიულოცო ის ამბავი, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ წელს წლევანდელი ახალი წელი ერთმანეთს ამ ოჯახის წევრებმა მიულოცեն სწორედ თავიანთ საკუთარ სახლებში და აქვე მინდა მათ ვუსურვო, რომ ძალიან მალე მათთვის ეს შესაძლებლობა გაჩენილი იყოს საკუთარ მიწა-წყალზე. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდება. თუმცა მომდევნო წელს, რა თქმა უნდა, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა საქართველოში აღდგება, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროგრამა ასევე ინტენსიურად გაგრძელდეს და გვაქვს შესაძლებლობა, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში დაახლოებით 4000 ოჯახისთვის ჰქონდეს გათვალისწინებული შესაძლებლობა ახალ აშენებულ ბინებში და დამატებით ეგრეთ წოდებულ სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადავცეთ ახალი საცხოვრებელი ბინები. არ შეიძლება საგანგებოდ არ ვახსენოთ და მადლობა არ გადაუხადო იმავდროულად ჩვენი კარგად ცნობილი სოლიდარობის ფონდის შემომწირველებს და კიდევ ერთხელ აი ამ ტრიბუნიდან ამ შესაძლებლობით ვისარგებლო, მათ არაუბრალოდ მადლობა გადაუხადო, არამედ ვუსურვო მათ განსაკუთრებული წარმატება და მინდა რომ თითოეულმა მათგანმა იცოდნენ, რომ მათი შემოწირულობები, მათი ქველმოქმედება თავიდან ბოლომდე უკლებლივ თითოეული თეთრის ჩათვლით, რა თქმა უნდა, ხმარდება იმ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდეს ჩვენი ქვეყნის იმ ნაწილს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. 2024 წელი იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წელიწადი ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორისთვის, ეს გახლავთ კლინიკური სექტორი და კლინიკებისთვის მოგეხსენებათ, რომ წლევანდელი წლის ბოლომდე დღის წესრიგში იყო დაყენებული ამოცანა, რომ მათ უნდა მოეპოვებინათ საერთაშორისო აკრედიტაცია, მათ ვისაც სურვილი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ მუშაობა სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობით. მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ ძალიან უდიდესმა უმრავლესობამ კლინიკებისა რეალურად თავი გაართვა ამ გამოწვევას და მათ შეასრულეს ეს დაკისრებული მოვალეობა. რეალურად უდიდესმა უმრავლესობამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საქმეს ენთუზიაზმით მოკიდა ხელი და რეალურად მოახერხეს, რომ უდიდესმა უმრავლესობამ ეს ვალდებულება ამ დრომდე შეასრულა, თუმცა რჩება გარკვეული ნაწილი კლინიკებისა, რომელთაც აქვთ ჯერ კიდევ დაუსრულებელი მიმდინარე ეს პროცესი, თუმცა უახლოესი თვეების განმავლობაში პრაქტიკულად 90%-ს გადააჭარბებს რიცხვი იმ კლინიკებისა, რომელიც რეალურად შეძლებს აი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მოთხოვნებისა, რომელიც გახლავთ საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება, რაც ნიშნავს თითოეული ამ კლინიკის მიღწევების და შესაძლებლობების აღიარებას, ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, მთლიანად ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მდგრადობის, მისი სტაბილურობის აღიარებას და დადასტურებას. ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების სრული შესაძლებლობა აქვს თითოეულ ასეთ კლინიკას. რჩება გამოწვევად რამდენიმე კლინიკა, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ გავითვალისწინებთ ასევე საშეღავათო პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ვფიქრობთ, რომ აი საგამონაკლისო მიდგომების გამოყენების შედეგად და უპირატესად იმისთვის, რომ ერთის მხრივ სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი და მეორეს მხრივ, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობა არ გახდეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. არის რამდენიმე მაღალმთიანი რეგიონი, რომელშიც გარკვეული სირთულეების და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სამედიცინო სერვისების ხარისხი, არამედ უპირატესად ეს გახლავთ ფინანსური სიძნელეები, რომელიც წინაშეც დგანან ეს დაწესებულებები, მათთან მიმართებაში შეიძლება დაგჭირდეს ასეთი საგამონაკლისო მიდგომა, რომელსაც მომდევნო წლიდან მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ჩვენ ასეც გავაგრძელებთ. მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ ჩვენ ჰქონდა ასევე წლის განმავლობაში რამდენიმე კლინიკა, პროფილური კლინიკები, რომელთაც ჰქონდათ ასევე ამოცანად, რომ შეესრულებინათ გარკვეული ახალი სანებართო, განახლებული, გაზრდილი მოთხოვნების მქონე სანებართო პირობები, მათმა დიდმა ნაწილმა ეს მოახერხა, აქაც მსგავსი მდგომარეობაა და რამდენიმე სექტორის მიმართულებით, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ოტორინოლარინგოლოგია და სხვა,
გვაქვს მიღებული ასევე გადაწყვეტილება, რომ მათთან მიმართებაშიც, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ სერვისის უწყვეტად მაღალხარისხიანი სერვისის მიწოდება განახორციელოს და იმავდროულად ფორმალურად დააკმაყოფილოს ყველა სანებართო პირობა, რეალურად მათ შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ მათ არ ექნებათ სამედიცინო საქმიანობის შეწყვეტის ან რომელიმე პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის წინაპირობები. რეალურად ეს იქნება მხარდაჭერა იმ კლინიკებისა, რომელ კლინიკებსაც შესწევთ უნარი მაღალხარისხიანი სერვისი მიაწოდონ. დაახლოებით იგივე ვითარება გვაქვს ამბულატორიებისა და ლაბორატორიების შემთხვევაში და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს პრიორიტეტი იქნება დაბალანსებული მიდგომის გამოყენება, უპრეცედენტოდ რომ ზრდადი იყოს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სამედიცინო სერვისების ხარისხი და იმავდროულად, რა თქმა უნდა, ეს დიდ წნეხს არ წარმოადგენდეს თვითონ სექტორისთვის. ასევე ძალიან აქტიური იყო წლევანდელი წელიწადი სამედიცინო სექტორში. ალბათ მთავარი მიმართულებით ეს გახლავთ მედიკოსების უწყვეტი სამედიცინო განათლება. ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომ ექიმები, ექთნები უწყვეტად დიპლომის შემდგომ ახორციელებდნენ განათლებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს იმისთვის, რომ მუდმივად მზარდ თანამედროვე მოთხოვნებს ისინი ფეხს უწყობდნენ და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფა ასეთი ტიპის სამედიცინო სერვისებით ყოველთვის მაღალი ხარისხით თანამედროვე სტანდარტებით ხორციელდებოდეს. ამ თვალსაზრისით უპრეცედენტოდ მაღალი იყო მართლაც აქტივობა, პრაქტიკულად ყველაზე დიდი აქტიურობა იქნა ამ მიმართულებით დაფიქსირებული, კანონმდებლობით არის გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებები, რომელიც დაეკისრათ ექიმებსა და ექთნებს, ყოველწლიურად მათ უწევთ გარკვეული კვალიფიკაციის ამაღლება, გარკვეულ ტრენინგებში მონაწილეობა, აქტიურობა ამ მიმართულებით მართლაც არ ნახული იყო. ამისთვის მე მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო, როგორც ამ ტრენინგების პროვაიდერებს, ისე რა თქმა უნდა თითოეულ მონაწილე ექიმს. ჰქონდა გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებითაც არსებობს, გარკვეული ხელმისაწვდომობიდან დაწყებული შესაძლებლობებით დამთავრებული და ვფიქრობთ, რომ აქაც გამოვიყენებთ იგივე მიდგომას, მიღებული ეს გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმებს მაქსიმალურად დავეხმაროთ, მხარში ამოვუდგეთ და მათ შორის მაგალითად მომდევნო წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში მათ ასევე მივცეთ შესაძლებლობა, რომ დააგროვონ ის ქულათა ის საჭირო რაოდენობა, რომელიც აძლევს მათ ამ საქმიანობის გაგრძელების, უწყვეტად გაგრძელების შესაძლებლობას. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სექტორისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ეს არნახული აქტიურობა და ვფიქრობ, რომ წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე არსებითად არის გაზრდილი შესაძლებლობები, რომელიც აქვს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, ჯანდაცვის სექტორს საზოგადოდ, კლინიკების, ცალკეული ექიმების შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუდარებლად მაღალია წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე ამ განვითარების შედეგად. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო წლიდან ამოქმედდება ის ნორმა, რომლის თანახმადაც საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის გათვალისწინებულია სავალდებულოდ ეგრეთ წოდებული GMP სტანდარტის ქონა. ამ მიმართულებითაც ვფიქრობ, რომ ქვეყანამ საკმაოდ ბევრი რამ შეძლო კომპანიებმა, რომლებიც არიან მწარმოებლები, საკმაოდ სერიოზული რეზულტატები აჩვენეს ამ თვალსაზრისით. არიან ცალკეული კომპანიები, რომელთაც ასევე აქვთ გარკვეული რამდენიმე თვის დამატებით გამოყენების საჭიროება, ეს იმისთვის, რომ მათ შეძლონ ერთის მხრივ უწყვეტად საქმიანობის განხორციელება, ამ მიმართულებით საუბარია მხოლოდ საექსპორტო პროდუქციაზე, დაახლოებით 15 მილიონი ამერიკული დოლარის საექსპორტო პროდუქციაზეა საუბარი და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზანშეწონილია ერთმნიშვნელოვნად, რომ ამ კომპანიებს მიეცეთ საგამონაკლისოდ გარკვეული საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ისინი შეძლებენ ამ ვალდებულებების შესრულების ბოლომდე მიყვანას, ეს იმისთვის, რომ ერთის მხრივ კიდევ მეორედ მათ შეძლონ სათანადო სტანდარტების დაკმაყოფილება და მეორეს მხრივ მათ არ კონდეთ ხელშეშლა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვაში. მე კიდევ ერთხელ მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო, მიულოცო სრულიად საქართველოს ახალი წლის დადგომა, უსურვო ყველას, რა თქმა უნდა, რომ ეს ყოფილიყოს განსაკუთრებულად წარმატებული, მშვიდობის მომტანი, მშვიდობის შემნარჩუნებელი წელიწადი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა განსაკუთრებულად მიულოცო ეს დღე
თითოეულ პაციენტებს მათ მინდა უსურვო დღეგრძელობა, მტკიცე ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა მხნეობა. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ბოლოს მინდა პატივისცემა დაუდასტურო და განსაკუთრებულად მიულოცო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს, ექთნებს. ეს დღესასწაული ყველა ექიმსა და ექთანს, ვინც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულად, მუხჩაუხრელად იბრძვის და შრომობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისთვის. მინდა მათ წარმატება და დიდი ბედნიერება უსურვო. დიდი მადლობა, რომ მზად ვარ უპასუხო კითხვებს ამ საკითხების ირგვლივ. გუშინ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მინდა ვკითხოთ, როგორც ცნობილია, ორი მოზარდის სიცოცხლეების პატუა ამ ავტოსაგზაო შემთხვევას და ცნობილია ისიც, რომ ადგილობრივებმა დააზიანეს სასწრაფო დახმარების ავტომობილი. რა ინფორმაცია შეგიძლიათ ამ საზოგადოებას მიაწოდოთ და როგორ შეფასებით თავად? უპირველესად, რა თქმა უნდა, ჩემი გულწრფელი სამძიმარი, რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ოჯახებს, მათ ახლობლებს. ეს არის მძიმე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც რასაკვირველია ჭირდება რეაგირება, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, სათანადოდ ჩატარებულ გამოძიებას და ბრალეულ პირთა პასუხისგებაში მიცემას. რა თქმა უნდა, ეს არ არის შეღავათი გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, მაგრამ ეს არის აუცილებლობა, რომელიც უნდა დადგეს. ჩემი სამძიმარი თითოეულ ახლობელს, ყველა ახლობელს გარდაცვლილებისა. ძალიან მძიმე ფაქტია. მიუხედავად ამისა, მე არ მინდა ბევრი ვისაუბრო დღეს ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოდ მე მინდა ვთქვა, რომ ექიმები განსაკუთრებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმების ღვაწლი არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ისინი ასრულებენ მოვალეობას, რითაც მათი შრომა და ღვაწლი არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა პროფესიას, არც სამხედრო პროფესიებს, არც პოლიციისას, არც ერთ სხვა პროფესიას. ესენი არიან ყოველდღიურად გმირობების ჩამდენი ადამიანები და ამიტომ მათი პატივისცემა ეს არის აუცილებლობის საქმე ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ რასაკვირველია, რომ აგრესიის გამოვლენა ადამიანების ან ზოგადად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ უმიზეზო აგრესიის გამოვლენა რასაკვირველია, რომ არ არის სასიამოვნო რამ. მე მესმის ემოციების, მე მესმის მძიმე ტრაგიკული შემთხვევის, მაგრამ ალბათ არ იქნება მართებული, რომ ამ შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულებები იქნეს საზოგადოდ ან წახალისებული, ან მოწონებული. მე მინდა აღვნიშნო უბრალოდ აი ამის პასუხად, პრაქტიკულად მთავარ პასუხად თქვენს კითხვაზე მოგვიანებით ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრს, როდესაც დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, კვლავ ჩვენი სამედიცინო პერსონალი, სწორედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი ადგილზე მივიდა და ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გაუწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ეს ხდება რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აი ეს ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ვკითხოთ 2025 წელს მისი დაფინანსება რამდენი ბიუჯეტი და რამდენია გათვალისწინებული, უცხოური დაფინანსება თუ მოაკლდება და ზოგადად რომელი პროგრამა ხარ გაჩერდება უცხოური დაფინანსების შემოსვლას. პირველი მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს იყო თუ დავარქვევ ამას კონტროვერსიული გადაწყვეტილებები მიღებული ლუგარის ცენტრის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს სინამდვილეში იყო არა უბრალოდ დაფინანსება და მხარდაჭერა, არამედ ეს იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტები, რომელიც ხორციელდებოდა ფინანსური მხარდაჭერით სხვადასხვა სახელმწიფოთაგან. ეს სამწუხარო გადაწყვეტილებები იყო რამდენიმე მიღებული, რომელმაც მე არ მგონია, რომ პოლიტიკურად რაიმე განაპირობა და რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. აი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით კი გარკვეული турბულენტობების შექმნის რისკი კი შექმნა. საბედნიეროდ ჩვენ შევძელით, რომ ეს რისკი რეალურად არ განხორციელებულიყო და შესაბამისად სისტემა ამ თვალსაზრისით ყოფილიყო მდგრადი და გაეგრძელებინა მას თავის ფუნქციების კარგად შესრულება. ამიტომ მე მინდა აღვნიშნო, რომ კი რა თქმა უნდა ამ ცენტრმა შეძლო და
და რეალურად გააგრძელა უწყვეტად მაღალ დონეზე საკუთარი მოვალეობების შესრულება და ასეც გაგრძელდება მომავალში, რა თქმა უნდა. ჩვენ იმ ხანადვე მოგეხსენებათ, რომ გავითვალისწინეთ გარკვეული ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს უარყოფითად არ ყოფილიყო ასახული, ასე ვთქვათ, ამ ცენტრის საქმიანობაზე და მუშაობაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს უკვე გლობალური პოლიტიკის საკითხია, რომ უახლოეს მომავალში ძალიან სწრაფად ეს ურთიერთობები დარეგულირდება, ჩადგება ჩვეულ კალაპოტში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის სასარგებლო პროექტები კვლავაც აქტიურად გაგრძელდება. ეს პროექტები ხორციელდება დღესაც, ეს ამ ამოცანების შესრულება დღესაც ხორციელდება, ეს გაგრძელდება მომავალშიც და მოხარულნი ვიქნებით, თუ კი ამის განვითარებასა და გაუმჯობესებაში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიც მიიღებენ მონაწილეობას და ექნებათ შესაძლებლობა ამ კარგი საქმით, რომ მათაც ისარგებლონ. Პირველში მინდა ხოლმე დასუსტება თქვენი საუბრით, რომ კლინიკების დიდმა ნაწილმა უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებს გულისხმობ. ასევე თქვენი საუბრით, რომ გარკვეული დამატებითი ვადა მიეცემათ კლინიკებს, რომლებიც არის ამ პროცესში. საერთო ჯამში რა ვადას აძლევთ ამ კლინიკებს და მათ შორის ასევე საინტერესოა სახელმწიფო კლინიკებში რა ვითარება. კი ბატონო. მადლობთ კითხვისთვის. მე გამომრჩა აღმენიშნა, რომ წარმატებულ კლინიკათა შორის დიახ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კლინიკებიც არიან. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი, მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი კლინიკების პერსონალს, თითოეულ მუშაკს, რომელმაც შეძლეს და მოიტანეს ეს წარმატება. არ ჩამოვთვლი ამ დაწესებულებებს, ეს არის ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულება თუ შიდსთან და ინფექციებთან და ასე შემდეგ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნდა ვთქვა მაინც რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ გასაგებ მიზეზთა გამო, მათ შეძლეს და ეს აკრედიტაცია მოიპოვეს. ეს განსაკუთრებულად რთული იყო ეგრეთ წოდებული ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაში. რთული იყო ორი ძირითადი მიზეზის გამო, პირველი რომ მათ მოგეხსენებათ მძიმე წელი ჰქონდათ და ყველას ჩვენ მძიმე წელი ჰქონდა, იმიტომ რომ დღეს ჩვენთან ერთად აღარ იმყოფება ბატონი თენგის ცერცვაძე და მეორე ეს იყო რომ მათ მოგეხსენებათ ახალ შენობაში გადასვლიდან გამომდინარე ესეთი განსაკუთრებული გამოწვევა ჰქონდათ და უმოკლეს პერიოდში ამ ხალხმა შეძლო აი ამ სტანდარტის დაკმაყოფილება და აკრედიტაციის მოპოვება. თუმცა არიან კლინიკები, რომელსაც აქვთ გარკვეული ძირითადად და უპირატესად ეს არის ფინანსური სირთულეები, მათ შორის სახელმწიფო კლინიკებს, რომელთათვისაც არ იყო მარტივი ამ ამოცანის შესრულება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, არა იმის გამო, რომ მათ მიერ მიწოდებული სამედიცინო სერვისი რაიმე წუნის მქონია, არამედ იმიტომ, რომ მაგალითად ინფრასტრუქტურული, მაგალითად ფინანსური სირთულეების გამო მათთვის ეს იოლად ხელმისაწვდომი არ იყო. მსგავსად, კერძო რამდენიმე კლინიკისა, მაგალითად მაღალმთიან რეგიონში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაწესებულება, რომელიც ერთადერთი მიმწოდებელია სამედიცინო სერვისის, მათ ფინანსური სირთულეების გამო აქვთ გარკვეულებრივია ამ აკრედიტაციის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა არა უბრალოდ ასე ვთქვათ, ჩაუკეტოთ ასეთ კლინიკებს შესაძლებლობა, რომ ისინი აგრძელებდნენ თავიანთ მოღვაწეობას, არამედ გვინდა რომ მხარდაჭერით გაგრძელდეს რეალურად მათი ეს ფუნქციონირება. მათი რიცხვი საბოლოო ჯამში 1/10-ს არ აღემატება. 10-ია რიცხვი, 10-მდე არის რიცხვი კლინიკების და დაწესებულებების რაოდენობა, სადაც აკრედიტაციის სირთულეები ამ თვალსაზრისით არის და ჩვენ ვფიქრობთ ამ თვალსაზრისით დავაწესოთ გამონაკლისი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, ან მაგალითად პროფილური ხელმისაწვდომობის, იმიტომ რომ მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე პერსონალი მუშაობს მაგალითად ეგრეთ წოდებულ ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, მათ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ საქმიანობა. ამ თუ ამ გამონაკლისით სარგებლობის შესაძლებლობა. რაც შეეხება ვადას, ეს გულისხმობთ მიმდინარე პროცესში, ვისაც აქვს ასე ვთქვათ, მიმდინარეობს მათთან მიმართებაში აკრედიტაციის პროცესი, პრაქტიკულად მოთხოვნები მათ შესრულებული აქვთ, პრაქტიკულად ფორმალური პროცედურებია და სრულამდე მისაყვანი მათთან მიმართებაში, მხოლოდ წლის დასაწყისში რამდენიმე თვიანი საშეღავათო პერიოდი გვექნება გათვალისწინებული. ასეთია ჩვენი მიდგომა, რომ ვფიქრობთ, ეს ყოველ მხრივ დაბალანსებულია. ოღონდ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ 200 კლინიკიდან საუბრობთ 10 კლინიკაზე, რომელსაც აქვს სირთულე და ვერ დაიწყეს. რაც შეეხება რიცხვს იმ დაწესებულების, რომელიც ალბათ მომდევნო წლის ამ პირველ რამდენიმე თვეში გაზაფხულამდე შეძლებენ ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, ჩვენი მოლოდინია, რომ მათი რიცხვი იქნება
სამ ათეულს არ გადააჭარბებს 30-ია მაქსიმუმ რიცხვი ამ ორგანიზაციების. DRG-საც მიდექნებთ წინა პერიოდში და წინა წლებში როდესაც ამოქმედა დაფინანსების სისტემა გვაქვს კლინიკების ასეთ პოზიციები რომ არ იყო ის ტარიფები საკმარისი საკონსუმაციო სერვისების თვითმფრინაველობასაც ვერფარდა იმ შემთხვევებში. ჩვენ ვნახეთ რომ რეანიმაციის ნაწილში ჯანდაცვის სამინისტრომ მოახდინა ტარიფების დაცულება, ასევე იყო საუბარი რომ თანაგადახდის შესაძლებლობა დაშვებულიყო. რამდენად ხდება ტარიფების ცვლილება და გადახედვა და ასევე თანაგადახდის დაშვება რამდენად განიხილება ამ ეტაპისთვის. ამ კითხვაზეც მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ეს არ არის თემები, რომელსაც შევძლებდი და ყველაფერს განვიხილავდი ამ ბრიფინგის დროს, მაგრამ აქ ვიტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის მაგალითად თანაგადახდის ინსტრუმენტის შემოღება. ამაზე მუშაობა გრძელდება, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც საბაზისოდ შესაძლებლობა მთავრობის დადგენილებით იქნა გათვალისწინებული. ოღონდ მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დადგენილების საფუძველზე უკვე უნდა გამოიცეს კონკრეტული ბრძანებები, რომელი ბრძანებების მეშვეობითაც ჩვენ გვექნება უკვე კონკრეტულად ამ მექანიზმების ამოქმედების შესაძლებლობა. ამ კუთხით ალბათ უკვე მომდევნო თვის დასაწყისიდან ამოქმედდება რამდენიმე მიმართულებით ეს შესაძლებლობები გაჩნდება კონკრეტულად და ვფიქრობთ რომ სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ რომ ერთის მხრივ გავაჩინოთ ეს შესაძლებლობა და მეორეს მხრივ კარგად დავაზღვიოთ ის შესაძლო რისკები, რომელიც შეიძლება ამ თანაგადახდის ინსტრუმენტის და მექანიზმის ამოქმედებიდან გამომდინარე შეიძლება ჩნდებოდეს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ გვინდა რომ ეს მექანიზმები და ინსტრუმენტები თუნდაც ვინმეს მიერ, თუნდაც ერთეულ შემთხვევაში გამოყენებული იქნეს პაციენტზე წნეხის სახით. ეს არის შესაძლებლობა პაციენტისთვის, ეს უნდა იყოს უпростоრად შესაძლებლობა დამატებითი კომფორტი და შესაძლებლობა პაციენტისთვის, კლინიკისთვის, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა იყოს პაციენტზე წნეხის შესაძლებლობა. აი ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ საკითხს. რაც შეეხება საკითხს DRG-ს ფასებთან დაკავშირებით, მე ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება საუბარი იმაზე, რომ რაღაც გარკვეული მიმართულებებით გათვალისწინებული დაფინანსება ხარჯებს ვერ ფარავს და ასე შემდეგ. შეიძლება ცალკეული ინციდენტები იყოს ისეთები, რომელიც საჭიროებს გადახედვას და ამ მიმართულებითაც გვაქვს მუშაობა. აი ამ მიმართულებებით ვფიქრობთ, რომ გზა და ასე ვთქვათ, კვალდაკვალ ამ პროგრამის იმპლემენტაციისა, ამ მეთოდიკის იმპლემენტაციისა ჩვენ შევძლებთ, რომ რელევანტური გადაწყვეტილებები მივიღოთ დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს გახლდათ რეანიმაციული სექტორის დაფინანსება. ამ სერვისების დაფინანსებისთვის ჩვენ გავითვალისწინეთ განახლებული მექანიზმი და შევთანხმდით იმხანადვე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდებოდით ახალი მოდელის მუშაობის პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, გამოვლენილ ნაკლოვანებებსაც და უპირატესობებსაც და ამის მიხედვით ამას განვავრცობდით სხვა სექტორებზეც და უბნებზე. რეალურად გვაქვს ამ წუთას უკვე დანაგროვი, ასე ვთქვათ, რამდენიმე თვის, რომლის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმხანად მიღებული გადაწყვეტილება იყო ერთმნიშვნელოვნად წარმატებული და ამის განზოგადების შემდგომი შესაძლებლობები და ეს ჰორიზონტებიც რეალურად გამოჩნდა. ბრძანეთ. ფარმაცევტიკის სექტორთან დაკავშირებით ერთ დავაზუსტებ ის, რაც თქვენ თქვით, რომ რაც შეეხება GMP სტანდარტის დაკმაყოფილებას, ჩვენ ვიცოდით, რომ 2025 წლამდე ექსპორტი ორ კომპანიებს ვრცელდებოდა ეს საკამუნაგრისო და ახლა 2025-დან შედის ძალაში. აი ის ვინც ექსპორტს, ვინცაც გააქვს ფარმაცევტული პროდუქცია ექსპორტზე, რამდენი კომპანია ასეთი რუბრიკით შეიძლება დამატებითი საშინაო პერიოდი და რა პერიოდს აძლევთ ამისთვის? რაკი თქვენ დაინტერესდით, ამიტომ დეტალურად გიპასუხებთ, ესე იგი მოგეხსენებათ, რომ წესის მიხედვით განსაზღვრულია და ეს წესი რჩება, რა თქმა უნდა, უცვლელად. ახალი წესი იქნება ასეთი, რომ GMP სტანდარტის მქონე უნდა იყოს დაწესებულება კომპანია, რომელიც აწარმოებს პროდუქტს, იქნება ეს ექსპორტისთვის, იმპორტ ყველაფრისთვის. ჩვენ აღმოჩნდით ამ ვითარების წინაშე, რომ არის რამდენიმე ათეული რიცხვი იმ კომპანიებისა, ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 30-40-ის მიდამოებში, უბრალოდ ზუსტად ამის თქმა მიჭირს, იმიტომ რომ გეგმების შესახებ, მათი გეგმების შესახებ არ გვაქვს, რა თქმა უნდა, სრული ინფორმაცია, მაგრამ სულ მცირე 10-15 ორგანიზაცია არის, რომელსაც რეალურად დაწყებული აქვს გადაიარაღებაც და პროცესები იმისთვის, რომ რეალურად საბოლოო ჯამში შეძლოს GMP სტანდარტის მოპოვება. აი ამისთვის გათვალისწინებული გვაქვს არა მექანიკურად გადავადება, ეს არ გადაგვივადებია, არამედ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დაწესდეს საგამონაკლისო
კონკრეტული გეგმა, არაუმეტეს ერთწლიანი ვადით, რომლის განმავლობაშიც ეტაპობრივად, აი პრაქტიკულად ყოველ კვარტალურად კონკრეტული პირობები, შეთანხმებული პირობები იქნება დაკმაყოფილებული და აი ამ დაკმაყოფილების შემთხვევაში წყვეტა საქმიანობაში ასეთ კომპანიას არ ექნება. ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც შეძლებს დასაბუთებას, რომ ეს რამდენიმე წლიანი სამუშაოდან აი ეს ერთი წლის განმავლობაში დასასრულებელი სამუშაო ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მექანიკურად გადადების გარეშე. აი ამ პერიოდში და როდესაც ეს დასრულდება, ამ შემთხვევაში შედეგად მივიღებთ რეალურად მიღწეულ წარმატებას GMP სტანდარტის მქონე კომპანიას, რომელსაც ჰქონდა უწყვეტად ამ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. მთავარი ფაქტორი, რამაც ეს ამ გადაწყვეტილებისკენ გვიბიძგა, ეს გახლავთ ორი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ეს არის პირველი, კომპანიებისთვის შესაძლებლობის მინიჭება, რომ მათ არ დაკარგონ საკუთარი მდგომარეობა და კომერციული შესაძლებლობები, რომელიც იგივე საერთაშორისო ბაზრებზე მათ შეიძლება ჰქონდეთ და მეორეს მხრივ, ბუნებრივია, რომ ის ხალხი არის დამსაქმებელი არაერთი ადამიანის. მათ შორის ჩვენი ვარაუდით და გამოთვლებით დაახლოებით რამდენიმე ათასია მოჯახთა რაოდენობა, რომელიც რეალურად შეძლებს აი ამ საშეღავათო პერიოდში, აი ამ გეგმების დამტკიცების შემთხვევაში, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. მათ შორის ეს არის მომპოვებელი, ასე ვთქვათ, კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროდუქტების შემგროვებელი, დასაქმებული პირები, რომლებიც რეალურად ღებულობენ ამ ყველაფრიდან არსებით შემოსავალს. ჩვენ გახსოვს თქვენი წინამორბედის პერიოდში საკმაოდ ესეთი მოკვლებაც მიდიოდა ფარმაბაზარზე, რომ გარკვეული შეთანხმებული ქმედების რისკებიც არსებობდა ფარმაცევტულ კომპანიებს შორის. ასევე გვესმოდა, რომ ეს ფასწარმოქმნა, რაც რეალურად დაწეს და ჭერი რეალიზაციის მაქსიმალური ჭერი არ იყო სწორი, გადასაღები იყო მეთოდოლოგია, იმიტომ რომ დაბალი ფასები დაიდო მედიკამენტებზე. თუ მიდის ამ სექტორთან მუშაობა, თუნდაც ამ მეთოდოლოგიის ცვლილებებზე, რამდენი იმუშავა ამ რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ და ზოგადად რამდენი ჯანსაღი პროცესია ეს ფარმაცევტული. კი ბატონო. ვითარება, რომ ამ რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ ვითარება რადიკალურად გაუმჯობესებისკენ შეიცვალა, ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა. ამიტომ რასაკვირველია, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად, ეს არის სწორი მეთოდი, რომლის შედეგადაც არსებითად შეიცვალა მდგომარეობა ფარმაცევტული პროდუქტების ფასებთან მიმართებაში. თუმცა რასაკვირველია, რომ დაახლოებით რამდენიმე 1000 პროდუქცია არის დაწესებული ეს რეფერენტული ფასი. ბუნებრივია, რომ იქ არის ბევრი ცვალებადობა, ბევრი ფაქტორი, რომელიც მხედველობაში მიიღება, ეს გვავალდებულებს, რა თქმა უნდა, რომ პერიოდულად ამ ყველაფრის გადახედვა ხორციელდებოდეს. ოღონდ ეს გადახედვაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სათანადოდ არგუმენტირებული, ლოგიკური, დამაჯერებელი, დასაბუთებული, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ჩვენ გქონდა წლის განმავლობაში რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, სადაც კონკრეტული ცვლილება შევიტანეთ ამ შემთხვევაში რეფერენტულ ფასებთან მიმართებაში და ვფიქრობთ, რომ ეს რა თქმა უნდა ასევე გაგრძელდება. სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია და კონსტანტასავით უცვლელობაზე რასაკვირველია ვერ ექნება პრეტენზია ვერც ერთ რეგულირებულ ფასის. ბუნებრივია, რომ პერიოდულად ექვემდებარება გადახედვას, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვეცდებით, რომ რეგულირების საუკეთესო ბალანსით მიუდგეთ ამას ყველაფერს. ერთის მხრით არ დავაზიანოთ კომერციული ინტერესი, რომელიც აქვს კომპანიას, მაგრამ მეორეს მხრივ აბსოლუტურ გასახანს ამ კომერციულ ინტერესს ვერ მივცემთ, როდესაც საქმე ეხება, რა თქმა უნდა, მედიკამენტებს და სოციალურ მხარდაჭერას ადამიანებისა, რომელიც ასეთ მედიკამენტებს საჭიროებენ. აი ამ ბალანსის შედეგად ჩვენ მივიღებთ კვლავ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თითოეულ პოზიციასთან მიმართებაში. ბატონო მიხეილ, ორ კითხოს დაგიწყო. კი ბატონო. მე მაინტერესებს რუსთავზე მიმდინარე აქციის დროს გამოყენებულ ცრეულისადმი გაზთან დაკავშირებით, ბევრი მითქმა იყო მის შემადგენლობასთან დაკავშირებით. და ცნობილი რამდენად უსაფრთხოა და ძელვადიანად უარყოფდა თუ არა აი სახელად და აქციის მონაწილეობის ჯანმრთელობაზე და მეორე კითხვა გაფანტულ სკლეროსთან დაკავშირებით ვიკითხოთ. მისი დაფინანსება როგორც ვთქვით, ხო დააჭარაში და დედაქალაქში არის. საწოლი. თუ იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით ამის კი ბატონო. პირველი ბოლოდან დავიწყებ თქვენის ნებართვით, დიახ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთ-ერთი აი უახლოეს პერიოდში რაც გააქტიურდება ასეთი პროგრამა. ამაზე მუშაობა რეალურად დაწყებულია, ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს გარკვეული შესყიდვების განხორციელება იმისთვის, რომ მედიკამენტი, რომელიც ესაჭიროებათ იმ ხალხს, ვისაც აქვს დიაგნოზი დასმული გაფანტული სკლეროზის,
და შესაბამისად ეს რეალურად ეს პროგრამა ამუშავდება მათთვის. ამაზე გქონდა თვითონ პაციენტებთანაც ამაზე დისკუსია და მსჯელობა, იქ არსებობს რამდენიმე მოდელი, რომელთან დაკავშირებითაც ყველაფერზე გადაწყვეტილებები მიღებულია და რეალურად უახლოესი პერიოდის განმავლობაში უკვე გაისად ეს პროგრამა რეალურად დაიწყებს ფუნქციონირებას. ამაზე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ვიმეორებ მიღებულია და ფუნქციონირებას რეალურად დაიწყებს. მე ვარაუდობ, რომ არაუგვიანეს თებერვლის დასრულების ამ მომდევნო წლის, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ავადისა. ახლა რაც შეეხება აქციების დროს გამოყენებულ საშუალებებს და ასე შემდეგ. თქვენ სწორად დაარქვით სახელი, ეს იყო მითქმა და მოთქმა ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რასაკვირველია, რომ არავის არ აქვს რაიმე საბუთი, რომელზე დაყრდნობითაც ის შეძლებდა განცხადება გაეკეთებინა, რომ რაიმე არასტანდარტულს, რაიმე ისეთს იყენებდა პოლიცია, რომელიც არ არის დაშვებული, ნებადართული და გამართლებულიც კი ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ეს იყო მოცემულ შემთხვევაში, კონვენციებით და რასაკვირველია ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ რა კი ეს არ ცდებოდა იმ საზღვარს, რასაც ქვია მითქმა მოთქმა, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს უფრო სერიოზულად ამ საკითხის განხილვის არავითარი ობიექტური საჭიროება და წინაპირობა სახეზე არ იყო. პოლიცია მოქმედებდა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის და მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების კონვენციებით და მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით ამ თვალსაზრისით. ეს არის, რა თქმა უნდა, ცრემლსადენი იქნება თუ წიწაკის სპრეი იქნება საშუალებები, რომელიც ნებადართულია მართლსაწინააღმდეგო მიტინგის დასაშლელად გამოყენებისთვის. ეს ნებადართულია მისი გამოყენება. რაც შეეხება იმ ეფექტებს, როგორიც არის მაგალითად ინტოქსიკაცია, მაგალითად როგორ დროებითი ინტოქსიკაცია, დროებითი ხაზუსვამ, ან მაგალითად ცრემლდენა და ასე შემდეგ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი თანხმლივი პროცესია, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა, მათ შორის ის, რომ მართლსაწინააღმდეგო მიტინგი იქნეს შეწყვეტილი.